გამარჯობა. დღევანდელი ჩემი საუბარი მინდა დავიწყო შეკითხვით. ვინ არის ფოტოგრაფი? აი ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთული არის, მაგრამ შევეცდები გავცე პასუხი ისეთი, როგორცაც მე ვთვლი სწორს და გამართლებულს. რამდენად სწორი იქნება და გამართლებული, ეს თქვენი განსაზღვრელი არის. მოდით დავიწყოთ განხილვა ამ საკითხისა ისეთი კუთხით, რომ ფოტოგრაფია არის ხელოვნების დარგი. ხელოვნება მრავალ მიმართულებად იყოფა და ჩვენთვის საინტერესო მიმართულებები არის სახვითი ხელოვნება და გამოყენებითი ხელოვნება. სახვითი ხელოვნება შედგება ქანდაკებისაგან, გრაფიკა და ფერწერა. ხოლო გამოყენებითი ხელოვნება ძალიან ბევრ დარგს მოიცავს და ძალიან მრავალფეროვანია. აი ამ დარგებს შორის ყველაზე დღესდღეობით და ჩვენი საუბრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფოტოგრაფია. რატომ არის მნიშვნელოვანი ფოტოგრაფია? იმიტომ რომ ფოტოგრაფია გახდა ფართო მომხმარებლის, ანუ მასების, მასიური კულტურის სფერო. ყველას მიუწვდება ხელი დღეს ფოტოაპარატზე და ყველა ტელეფონს გააჩნია სურათის გადაღების შესაძლებლობა. ამასთან ერთად თვითონ ფოტოსურათის კლასიკური გაგებით მიღებაც ძალზე დადვილი არის. დავაჭირეთ გამშვებ მექანიზმ ღილაკს თითი, მივიტანეთ ფოტოაპარატის სტუდიაში და რამდენიმე ხანში ჩვენ ჩაგვაბარეს გამზადებული სურათები. თანაც მაღალი ხარისხის ტექნიკური თვალსაზრისით სურათები. ასე რომ თითქმის ყველა, ასე შეიძლება უხეშად ვთქვათ, ყველა იღებს სურათებს, ყველა ბეჭდავს ამ სურათებს, ან ინახავს ელექტრონული სისტემის საშუალებით მეხსიერებებში, ეს დისკი იქნება თუ აი ფლეშკას ეძახიან და სხვადასხვა საშუალებებში, აი ამ ინფორმაციის სურათების შენახვა ძალიან ადვილი არის და მერე შემდეგში მათი გამოყენება. ასე რომ თუ ყველანი მუშაობენ და ყველანი იღებენ სურათებს, აი სწორედ აქ წარმოიშვება შეკითხვა და ვინ არის ფოტოგრაფი? როგორი არის ფოტოგრაფი? რას აკეთებს ფოტოგრაფი? რატო აკეთებს ფოტოგრაფი? როგორ აკეთებს და რა შედეგს ღებულობს? რაც მთავარი არის, აი შედეგი, რა შედეგს ღებულობს? აი ეს არის მთავარი შეკითხვა, თუ ვინ არის ფოტოგრაფი. და ჩემი პასუხი პირადად, ჩემი პასუხი ასეთია. ფოტოგრაფი არის ადამიანი, რომელიც სამყაროს ხედავს სურათების სახით და ამ სურათების სახით წარმოგვიდგენს ჩვენ თვალწინ არსებულ სანახაობას. ხანდახან ეს იქნება სინამდვილის ამსახველი და ხანდახან გადაკეთებული სინამდვილე, რომელსაც ჩვენ ინტერესით აღვიქვამთ და შევსქერით ამ სურათებს და ვიცით, რომ არასწორი გამოსახულების მიღმა დგას სწორი, მართებული გამოსახულება, მართებული ვითარება ამ მდგომარეობა არსებობს, მაგრამ ის არასწორი გამოსახულება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. აი სწორედ ეს არასწორი გამოსახულება, სწორი სიტყვა, რა თქმა უნდა, არამართებულია და ისევ სიტყვა არასწორს გამოვიყენებ, მაგრამ ასე არის სინამდვილეში, ხო? და რა ხდება ამ დროს? აი ჩვენ ვთქვით, რომ სურათების სახით ხედავს, მაგრამ მარტო ფოტოგრაფი არ ხედავს სურათების სახით. ყველა ადამიანი ხედავს სურათების სახით. რას ნიშნავს ყველა ადამიანი ხედავს სურათების სახით? ჩვენ თვალებს ხუჭავთ და ვახელთ. აი ყოველი დახუჭვის და გახელვის შემდეგ იცვლება მდგომარეობა, იცვლება ვითარება გარემოსი და აი ეს სურათები ერთმანეთში იკრიბება, უпростоრედ გონებაში იკრიბება და ერთი მთლიანი სურათი იხატება ადამიანის თავის ტვინში. ფოტოგრაფი ზუსტად ასე ხედავს, მაგრამ მისი ხედვა არის განსაკუთრებული და რატომ არის განსაკუთრებული და რას ნიშნავს ეს განსაკუთრებულება, მე ვეცდები მომავალში, აი საუბრის ბოლოში ავხსნა. ეხლა კი ასეთ რამეს წაგიკითხავთ. აი რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ახლა მთავარი მიზეზი გარემოს სანახაობრივი აღქმის განსაკუთრებული ხედვა და ნანახის გონებრივი გადამუშავება არის.
აი გონებრივ გადამუშავებაზე როდესაც ვლაპარაკობ, მე გულისხმობ რა თქმა უნდა ნორმალურ ადამიანს და გონებრივი გადამუშავება, ანუ რეალობის, ანუ სინამდვილის გადასხვაფერებაზეა ლაპარაკი, გადამუშავება. ნანახის გააზრება ხდება ფსიქოლოგიური პროცესებით. ისეთებით, როგორიცაა შეგრძნება სინამდვილისა. ფოტოსურათი სინამდვილეს ასახავს და შეგრძნება სინამდვილისა. აზროვნების შესაძლებლობა, ემოციური განწყობა, ხარისხი წარმოდგენითი შესაძლებლობებისა. აი ხარისხი წარმოდგენითი შესაძლებლობებისა. აი აქ არის ძაღლის თავი ჩამარხული, სწორედ ხარისხი შესაძლებლობების წარმოდგენისა. და რომ ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი პერსონალური, ინდივიდუალური, განსაკუთრებული შესაძლებლობები მიღებული ინფორმაციის გადამუშავებისა. ანუ აი აქ წარმოჩინდება ფოტოგრაფი, მისი პირადი მე. აი ეს მე ადამიანში და საერთოდ ფსიქოლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ამ პირად მეს. აი ამ პირადი მეს საშუალებით წარმოჩინდება ადამიანის შესაძლებლობა. აი ძალიან ხშირად ასე ვამბობთ, ნიჭიერი ადამიანი. რას ნიშნავს ნიჭიერი ადამიანი? ნიჭიერია ადამიანი, რომელიც წარმოაჩენს თავის ნიჭს. თუ ეს ნიჭი არ წარმოაჩინეთ, ვერან ვერ გაიგებს, რომ თქვენ ნიჭიერი ხართ, მაგრამ როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ეს ნიჭი? იცით, შრომის და გარჯის შედეგად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, უნდა ვაკეთოთ სამუშაო და აი ამ სამუშაოს, გაწეული სამუშაოს შედეგად გამოჩნდება ვართ ჩვენ ნიჭიერი თუ არა ვართ. მაგრამ ასეთი გაგება უნიჭო ადამიანი არ არსებობს. არსებობს ბევრნაირი განმარტება ამ სიტყვისა ნიჭიერი. ნიჭი თვითონ აი ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა არის, მას ხელში ვერ დაიჭერ, ვერავის ვერ გაუზიარებ, ან ვერავის ვერ ათხოვებ, ან ვერავის ვერ გამოართვებ. ეს უნდა თანდაყოლილი კონდეს. მაგრამ არსებობს ორნაირი, სამნაირი გაგება არის ამ ნიჭიერების. არის ნიჭი, არის შრომის უნარიანობა და არის ნიჭი უпростоრეთ არის ადამიანები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ნიჭის და შრომის უნარიანობით ერთდროულად. აი სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ნიჭით და შრომის უნარიანობით არიან დაჯილდოებული, ისინი აღწევენ დიდ წარმატებას. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ცხოვრების დასაწყისში, ან კარიერის დასაწყისში, ან შუაშიც კი ძალიან ძნელია გაარჩიოთ, რომ თქვენ ხართ ნიჭიერი და მომავალში წარმატებული იქნებით თუ არ იქნებით. ამიტომ ბევრი უნდა იშრომოთ, ამ შრომის საშუალებით უნდა თქვენ წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი და მაყურებელი შეაფასებს მას და დააფასებს თქვენ შრომას. მაგრამ ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ ფოტოგრაფზე. თუ ვინ არის ფოტოგრაფი და როგორ ხედავს ფოტოგრაფის სამყაროს და რას ნიშნავს, როგორ წარმოგვიდგენს იგი ამ სამყაროს, ხო? რა არის ფოტოსურათი? ნუ ეხლა ჩვენ ლაპარაკი გვაქვს კლასიკურ ფოტოსურათზე. კლასიკური ფოტოსურათი არის ქაღალდზე დაბეჭდილი გამოსახულება. ეხლა ხედველობიდან გამომდინარე თვალის შესაძლებლობები ძალიან რთული არის და ადამიანის სამყაროს აღიქვამს მხედველობის 80% აღიქვამს მხედველობის საშუალებით. მაგრამ ფოტოსურათი რა ხდება, იცით? ეს ბრტყელი ქაღალდი არის, რომელზეც გამოსახული არის სხვადასხვა სანახაობა. ამ ბრტყელ სურათში არ არსებობს სივრცე. ნუ რატომღაც ამბობენ, რომ სურათი ორ განზომილებიანი არის და თუმცა მე პირადად როგორც აი გამოცდილ ადამიანს ამ სახვით ხელოვნებაში დარწმუნებული ვარ, რომ ქაღალდზე გაკეთებული გამოსახულება ერთ განზომილებაში არის. ნუ მაგრამ ეს ჩემი პირადი შეხედულება არის, ხო? ეხლა რას გულისხმობ ამით, როცა ვამბობ აი ამ ჩემ მოსაზრებას, რომ ფოტოსურათის დათვალიერება ხდება ძალიან ბეჯითად. ანუ რას ნიშნავს? ფოტოსურათში არ არის ასახული სივრცე და ყველა კუთხე კუნჭული ერთნაირად აღიქმება თვალის მიერ. ანუ თვალი დაასდებს გამოსახულება, უпростоრეთ თვალი მოძრაობს გამოსახულებებს შორის და ყველა გამოსახულებას ასახულს ფოტოსურათზე აღიქვამს ერთნაირად. ამიტომ, როდესაც ლაპარაკი არის ფოტოგრაფზე, აუცილებლად ეს სურათი ნუ რასაც ქვია ფოტოგრაფის მიერ გაკეთებული, პროფესიონალის მიერ გაკეთებული ფოტოსურათი, ყველა კუთხე კუნჭული უნდა იყოს გაკეთებული, წარმოჩენილი ძალიან მაღალი ხარისხით. იმიტომ რომ თითოეულ ხარვეს ან დადებით გამოსახულებას თვალი ძალიან კარგად აღიქვამს. აი სივრცეში არსებული საგნებისაგან განსხვავებით. ამიტომ ფოტოსურათი ძალიან ადვილად აღიქმება მაყურებლის მიერ და ყოველი ხარვეზი ან დადებითი მოვლენა ძალიან საყურადღებო საგანი ხდება
ფოტოსურათში. აი სწორედ აქ ვლინდება ადამიანის, ანუ ფოტოგრაფის ნიჭი და შრომის უნარიანობა. რაც უფრო კარგად წარუდგენ მაყურებელს გამოსახულებას, მით უფრო კარგად აღიქვამს და მით უფრო ფასდება თქვენი შრომა. ნუ რაც ნაკლები არის, მით უფრო ნაკლებად ვლინდება თქვენი შრომა. და ასეთი გამონათქვამი არის, საერთოდ ძალიან ხშირად მესმის, რომ ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერი ადამიანი არის, ხო? ადამიანები იბადებიან ნიჭიერები და ნაკლებად ნიჭიერები. უნიჭო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ თავარი არის ეს ნიჭი უნდა გამოავლინო და ის, ვინც გამოავლინა თავისი ნიჭი ფოტოგრაფიის საშუალებით, ნუ რა თქმა უნდა, ის ხდება ფოტოგრაფი. აი ასეთი მარტივი განმარტება არის და რატომ არის მარტივი იცით? აი ძალიან ხალხურ და უბრალო მაგალითს მოგიყვანთ. იყიდე ქვაბები, ხარშავ საჭმელს, გემრიელი საჭმელი გაქვს და გემრიელ კერძებს ამზადებ და ხარ მზარეული. იყიდე ფუნჯები და საღებავი, ხატავ სურათებს და ხატავ მხატვარი. იყიდე ფოტოაპარატი, იღებ სურათებს, მიაღწიე წარმატება და ხარ ფოტოგრაფი. აი ეს არის მარტივი განმარტება თუ ვინ არის ფოტოგრაფი. მაგრამ თლად ასე მარტივადაც არ არის. იცით, აი რომ გახდე ფოტოგრაფი და მიაღწიო წარმატებას, ეს გამოვლინდება, თქვენი წარმატება ვლინდება ადამიანების სიცოცხლის ბოლოში და ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ ბოლოშიც კი ვერ ვლინდება ადამიანის წარმატება და ისე მიდიან ამ ქვეყნიდან ადამიანები, რომ თვითონაც ვერ გებულობენ, რომ ისინი წარმატებული ადამიანები იყვნენ და მართლაც წარმატებული ფოტოგრაფები იყვნენ. ნუ ეხლა ძალიან უხეშად ავხსენი ვინ არის ფოტოგრაფი, ხო? და მოდით შევაჯამოთ, ფოტოგრაფი არის ადამიანი, რომელიც სამყაროს ხედავს სურათების სახით, რომელთა საშუალებითაც მაყურებელი ეცნობა იმ სამყაროს, რომელიც მის თვალწინ არის, მაგრამ რიგითი მოქალაქე იმას ვერ ხედავს, რასაც ხედავს ფოტოგრაფი და რასაც წარმოგვიჩენს ჩვენ ფოტოგრაფი. აი ახლა მე დამსახურებაზე და წარმატებიდან გადავედი განმარტებაზე, მაგრამ მინდა დაუბრუნდე ისევ ამ საკითხს, რომ ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ შეცდომაში შედიან ადამიანები, გონიათ რომ წარმატებულები არიან და მე მათი სახელები იკარგება და ძალიან ხშირად ხდება პირიქით. ადამიანები თითქოს და წარუმატებლები არიან, მაგრამ აღმოჩნდება მათი ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ, რომ ისინი ძალიან წარმატებულები და შესანიშნავი პიროვნებები იყვნენ და მაგალითისთვის მოვიყვანთ ასეთ მარტივ მაგალითს, ეს არის დავით კაკაბაძე, მხატვარი დავით კაკაბაძე. ასე არის ცნობილი. სინამდვილეში დავით კაკაბაძე არანაირი მხატვარი არ იყო. ის მუშაობდა სხვა სფეროში, ის ინჟინერი იყო და თუ არ ვცდები პიროტექნიკოსი იყო, მაგრამ მუშაობდა ფოტოგრაფიაში და მან შექმნა სტერეო ფოტოგრაფიის ფუძემდებელი იყო ის. და არა მარტო სტერეო ფოტოგრაფიის, ის ავანგარდული ხელოვნების ფუძემდებელი იყო, მაგრამ წავიდა სიცოცხლიდან ისე, რომ მას კი არ დააფასეს პირიქით, მას დევნიდნენ ყველანაირად. ერთ პერიოდში სამსახურიდანაც გააგდეს და ძალიან გაჭირვებაში ცხოვრობდა. ასევე მინდა მოვიყვანო მაგალითად გიგო გაბაშვილი. აი გიგო გაბაშვილი უკვე ნამდვილად მხატვარი იყო, მაგრამ ის რომ ფოტოგრაფი იყო და გიგო გაბაშვილმა მიიყვანა ეროტიული ფოტო მხატვრულ დონემდე, უпростоრეთ აიყვანა მხატვრულ დონემდე, ეს პრაქტიკულად ერთეულებისთვის არის ცნობილი. გიგო გაბაშვილმა შექმნა ხელოვნება ეროტიული გამოსახულებისა. თუ ევროპაში არა, ყოველ შემთხვევაში კავკასიაში იგი პირველი ადამიანი არის, რომელმაც ხელოვნების დარგად, ანუ ხელოვნებად აქცია ეროტიული გამოსახულება. ნუ ძალიან საინტერესო ფაქტი არის, ის ილია ჭავჭავაძეს თხოვდა ფული მომეცი ფოტოაპარატის საყიდლად და მაშინ არავინ იცოდა თვითონ ილია ჭავჭავაძესაც არ იცოდა რა იყო ფოტოაპარატი და როგორი იყო უпростоრეთ და იგი უხსნის, რომ ასეთია და ასეთი გამოსახულებების მიღება შეიძლება და მისცა კიდევაც ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი გონების ადამიანი იყო და ის ხედავდა ხალხში იმ დადებიც, რაც მათ გააჩნდათ, ხო, აფასებდა ამას და აი ეს მაგალითები მოვიყვანე, ხო, ეხლა რისთვის მოვიყვანე ეს მაგალითები? იცით რომ შრომა და გარჯა არის აუცილებელი
და უნდა მუდმივად იშრომოთ, მუდმივად აკეთოთ თქვენი საკეთებელი საქმე და მიაღწიოთ წარმატებას და მიაღწიოთ იმ სახელს, როდესაც თქვენ გერქმევათ ფოტოგრაფი შრომის შედეგად. ეხლა კიდე ბევრი საკითხი არის განსახილველი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი დღეს ამით შემოვიფარგლები. შეიძლება კიდე ბევრი ახსნა განმარტება შეიძლებაოდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ამით შემოვიფარგლები, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული საკითხი არის. რაც მე მოგახსენეთ, ეს ჩემი პირადი მოსაზრებები არის. მე თვითონ ფოტოგრაფი არ გახლავართ. მე ვარ მოყვარული ადამიანი, რომელიც თავისუფალ დროს ახმარს ფოტოგრაფიას. ის, რასაც მე გესაუბრებით, რაზედაც მე გესაუბრებით და რასაც გეუბნებით, ეს არის სახვითი ხელოვნების კომპოზიცია. აი ეს კომპოზიცია, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, ეხება ყველა დარგებს, იმ გამოყენებით ხელოვნებასაც, იმ სახვით ხელოვნებასაც და მრავალ სხვა სფეროსაც ეხება, მაგრამ ფოტოგრაფია მაქვს აღებული სიტყვათ, რომ მარტივი გასაგები იყოს, რომ ფართო მასების კულტურად გადაქცეული საგანი ფოტოგრაფია უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს ჩემი საუბარი. და ამის გამო ხმარობ სიტყვას ფოტოგრაფიას. თორემ ვინც ჩემს საუბრებს ისმენს, ის მიხვდება, რომ ძირითადი თემა აქ არის სახვითი ხელოვნება და ვისაც აინტერესებს სახვითი ხელოვნების კომპოზიცია, მოისმინეთ ეს ჩემი საუბრები და თქვენ გაეცნობით ფოტოგრაფიის სახელწოდების საშუალებით სახვითი ხელოვნების კომპოზიციის ურთულეს საკითხებს, რომელიც ძალიან რთული ასაქმელი არის. აი ეს ასე ვთქვათ მარტივი და თანაც რთული საუბარი ამით დავამთავრებ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე